ოკეი, ახლა გადავიდეთ საფარიზე. ლუდიც დავისხი, მეთქი რა მაკლია თქო თან ამ სიცხეში. აქ რა თქმა უნდა შეიძლება ეს ხას თქვენი ლუდი, თქვენი კომპანიის ბრენდული სახელით, ლოგოთი, სპონსორობასთან დაკავშირებით ყველა ვიდეოს აღწერაში მითითებული მაქვს ჩემი ბიზნეს მეილი, სადაც შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ, ამიტომ გელოდებით. დავიწყოთ. ეს ბითი ძალიან მომეწონა. ცუდი იდეის ბითიც ძალიან მომეწონა, მაგრამ ეს სხვა თემაა, რაღაც მართლა Stop it. Get some help. საფარისებური რაღაცა არაბული საუნდები. ძალიან უხდება ჰიპ-ჰოპს ტრეკებს და თან ჰარუმიცი ძალიან კარგად გამოყენება ასეთი სემპლების. სულ მინდოდა მომეძებნა ბალანს ვერ ვირგებდი და არ ვერ გებოდი თამაშს თუ ვიშოვი რა ვუყო $1,000,000 თუ ვერა მაშინ ცხოვრებიდან იალა მე რამდენი თქვენი არ ვიცი მე პირადად მქონდა ტაჰას ტრეკის ასოციაცია შეიძლება მაგიტომ თქვა სულ მინდოდა მომეძებნა ბალანსი და ბალანსი როგორც ვიცით ტაჰას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძველი ტრეკია არავინ მასწავლის რა უნდა ვიბაზრო გავხადე თავი მენტორი bounce 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 შეიძლება შაურაუთი იყოს თავის ძველი ტრეკის. ან უბრალოდ ბალანსზე არის საუბარი და მეც არაფერზე. მაგრამ ისევ და ისევ იმისთვის უყურებთ ჩემს ვიდეოს, რომ სხვადასხვა პერსპექტივით დაინახოთ და თქვენც რაღაც ახალი იდეები დაგებადოთ. მინდოდა მომეძებნა ბალანს ვერ ვირგებდი და არ ვერ გებოდი თამაშს თუ ვიშოვი რა ვუყო $1,000,000 თუ ვერა მაშინ ცხოვრებიდან იალა მე რამდენი სერია სეირამდე მე გავბივარ თან პეთქდები თითქოს თეირანი რაც გითხარი ყველაფერი გულში შეინახე პეთქავს ხელში მიჭირავს აპოკალიფტო მე იქნახე რეპია მათემატიკა და ცოტა სინემატიკა ლეშით იკვებები გიენებს კიდე გინება გინდა წეებს ვერ ერთ-ერთ ვიწროა უკვე ჩემი მაკიდა არ დაელიოთ მისი იმუშავე დრო თუ გავიდა ნამდვილად რეპი მათემატიკაცა და სინემატიკაც მათემატიკა იმ კუთხით რომ სტრუქტურების სეტაპების ბარების wordplay-ების რითმების წერა გიწევს რაღაც გათვლებით ანუ პაზლივით არის მართლა ანუ მათემატიკასავით უნდა გათვალო რაღაც ამოცანების ამოხსნასავით არის როდესაც რა თქმა უნდა ტექნიკურად წერდა ეგრე ალაგებ და სინემატიკაზეც ვეთანხმები გადმოცემის უნარის და სტორითელინგის საშუალებით მსმენელებს შეუძლიათ წარმოიდგინონ ტრეკები როგორც რომელიღაც ფილმის სიუჟეტი კინემატოგრაფიული რაღაც ნიმუში და ასე შემდეგ როგორც წინაზე აღნიშნა რომ რაღაც კადრებს წარმოგადგენინებს და შენს წარმოსახვას ფრთებს ასხამს ასე რომ ვთქვა ძალიან კარგი შედარება იყო აი წინა ტრეკში ცუდ იდეაში რაც გააკეთა ტაჰამ აქაც გვაქვს ალიტერაციის ნიმუში ამ შემთხვევაში ასო გზე გიენებს კიდე გინება გინდათ ნუ გზე და დებზე გიენებს კიდე გინება გინდა წეებს ვერ ერთ-ერთ ვიწროა უკვე ჩემი მაკიდა არ დაელიოთ მისი იმუშავე დრო თუ გავიდა როგორც ვიცი ეს ალბომის ტრეკებია შესაბამისად ალბომები ზოგადად ისეთ ტრეკებს აერთიანებს რომლებიც რაღაც მხრივ ერთმანეთს გავს ან ჟღერადობით ან გადმოცემის უნარით ან რაღაც ამბისთხრობით და რაღაც თემატიკებით შესაბამისად აქაც დავინახე მსგავსება წინა ტრეკთან მაგალითად სტორითელინგით და შინაარსით იმიტომ რომ ვიწროა უკვე ჩემი მაგი და ესეთი მსგავსი რაღაც ქონა წინა ტრეკში მე შეცინდა კარგად ჭამდე მაგრამ არაჩებს უფაზე აუ არ ვიცი რატომ ანუ მე ძალიან მომწონს ესეთი one linerები ანუ ძალიან კარგი ლაინია და ისევ ეს ტრეკები სავსეა ლოიალურობაზე მეგობრებზე მტრებზე და მსგავს თემატიკებზე ასევე საკუთარ თავთან დაპირისპირებაზე და მოკლედ ბევრი სხვა რაღაც არის ძალიან საინტერესოდ გადმოცემული გავაგრძელოთ ვერ ერთ-ერთ ვიწროა უკვე ჩემი მაკიდა არ დაელიოთ მისი იმუშავე დრო თუ გავიდა მაგრამ დროებითი ჰაიპისთვის არ მქონდა ვალი და ჩემი ძმების ისტორიებში ვარ შესავალი ხელია გონება შრება ანუ თავში საფარი გაშდა და ჰიპ-ჰოპის ფრთების ქვეშ მაქვს უკანასწარი რა კარგი რითმების წყობა იყო თავში საფარი და თავშესაფარი დროებითი ჰაიპისთვის არ მქონდა ვალი დემ მართალია მესმის
და ეგრეავე თანხმები. შესაბამისად, კარგად გადააბა აქედან ჩემი ძმების ისტორიებში ვარ შესავალი. თან ფლექსიც არის, თან სიმართლის მარცვალიც არის. და ნუ შესავალი როგორც ისტორიაში შესავალი პირველი თავი და ასე ვთქვათ დასაწყისი. ცხელია გონება შრება, ანუ თავში საფარი გაჩნდა. გადამწვარი აქვს ფიქრისგან გონება და შესაბამისად სიცხისგან შრება, ანუ თავში საფარი გაჩნდა, საფარი. და სწორედ ამ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ფიქრი მოაწვება ხოლმე და გონებაში საფარი უჩნდება, სწორედ ამ დროს ჰიპ-ჰოპის სახით მას აქვს თავშესაფარი, ანუ ადგილი, რომელსაც აფარებს თავს და მგონია თავი ქართულის მასწავლებელი. მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი. ანუ უბრალოდ მართლა ძალით არ ვაკეთებ, ბუნებრივად მომდის რა გავაკეთო. ვიცი, ხიზიანდებით ისედაც ხად რაღაცას რომ ვამბობ, მაგრამ სამაგიეროდ უფრო კარგად ვაყალიბებ საბოლოო ჯამში აზრს და მაგიტომ აღიქვამთ უფრო უკეთ. რატო ვეჩხუბები ეკრანს არ ვიცი, მაგრამ იასამისფერი გულები დამიწერეთ კომენტარებში. გავაგრძელოთ. გონება შრება, ანუ თავში საფარი, გაშდა და ჰიპ-ჰოპის ფრების ქვეშ მაქვს უკანასარი. საყოველზე მთვალი რაღაც არ მაქვს და გათენებას რომ ვიწყებ სავით და გზამ გადაავადა. დავდივარ თეთრი ფერსაცმლით, რადგან გზას უშავა და ყველა პროექტი გავმართე და მარტო ჩემი ჩავარდა. ეს ბოლო ლაინი ძლიერია. აი აქაც storytelling-ი აქვს ძალიან კარგი, პოეტური რა, რაღაც მხრივ, როგორც წინაზე, აი მაგალითად უკანა სავარძელზე მთვალი რაღაც არ მაქვს და გათენებას რომ იწყებს სავით, ანუ თან გიხატავს ამ კადრებს რა, წარმოგადგენინებს. ეს კონტრასტი მომეწონა აქ თეთრსა და შავზე. დავდივარ თეთრი ფეხსაცმლით, რადგან გზასულ შავა და ყველა პროექტი გავმართე მარტო ჩემი ჩავარდა. ანუ თან თითქოს მართალია და მაგიტომ არის რაღაცნაირად მწარე. ყველა პროექტს მოვუტანე ჰაიპი გარდა ჩემი საკუთარი თავისა და რაღაც მხრივ მართალია, იმიტომ რომ კი აქვს ტახას ბევრი ნახვა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ შესაბამისი მაინც. ანუ ის დაფასება მაინც ამ დრომდე ჩემი აზრით არ აქვს. იმის მიუხედავად რომ მართლა ძალიან ჰაიპშია და თან წლებია ჰაიპშია და ეგ არ არის მარტივი. ამ ყველაფრის მიუხედავად ფაქტია რომ ნახვები მაინც საკმარისი არ არის და დაფასება როგორც არტისტის მიმართ შესაბამისი არ არის. ამიტომ ძალიან საწყენი რეალობაა. ძალიან პერსონალური ლაინია. გავაგრძელოთ. ყველა პროექტი გავმართე და მარტო ჩემი ჩავარდა. ვაკეთებ როგორც მისწორდება ჩემი ბოსი თავად ვარ ჩემი მაგიდის მელიქიფე მოადგილეს თამადა. რამდენს უნდა და ჩავეძირე გძირავს ჩემი კატარღა. კითხვა პასუხისთვის მხოლოდ როგორ ახარ კარგად ვარ. დააჯერ დიდი დროა ხო და რა გაქვს თავში. შესაძლოა თუ ვერ აჩევენ ამდენ გელავტარში. ხელები და ეგლება რომ და გიკრანტაში ხო და მაშინ დენი უნდა გაიყვანო შენობაში ვერ მაშინებს. ჯერ ხო flow. ვახ, ძალიან კაი flow იყო, ძალიან მომეწონა ეს flow. თან აი ეს მიმართვები მომწონს, შემოტანილი რო აქვს ტრეკში, ეს ჩარტვები, აი სხვების კომენტარების გადმოტანა, ტახაჯერ დიდი დროა, რა გაქვს თავში, აი სხვები რო ეკითხებიან, ან კითხვა პასუხის მხოლოდ როგორ ახარ, როცა მეკითხებიან, კარგად ვარ. იმის მეტი არაფერი, იქით აღარ მიდის. შენ სანთელს თუ ვერ არჩევენ ამდენ კელაპტარში. ძალიან პოეტური, ანუ ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს, რომ აი ამდენ ერთნაირ კელაპტარში შენს სანთელს როგორ ვერ ამჩნევენ და ესეც მომწონს მე როგორც გადადის რომ აში რომც დაგიკრან, ხელები ხო მაინც დაიღლება თოდესვე, ანუ ძალიან კარგი მეტაფორაა. ხო აი მეტაფორები აქვს ამ ბოლო ტრეკში ძალიან ბევრი, მინდა აღვნიშნო. ანუ რეალურად ეს ლაინი იმაზეა, რომ ჰაიპი დროებითია, დღეს უყვარხარ ხალხს, ხვალ არ ეყვარები, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და არაფერს არ გიწყვეტს პრინციპში ეს აპლოდისმენტები დროებითი ტაშის კვრა თუ ამის იქით მეტი აღარაფერია. ძალიან ჭკვიანური იყო, ძალიან მომეწონა. ხო და მაშინ ლოგიკურად გადადის, ანუ ამ პრობლემის გადაჭრის გზასაც გთავაზობს, რომ მაშინ შენით უნდა გაიყვანო დენი შენობაში, ანუ სხვების შუქებს, სხვების შექებაზე, სხვების ტაშსა და აპლოდისმენტებზე არ უნდა იყო დამოკიდებული. შენ უნდა იყო საკუთარი თავის ბოსი, როგორც მანამდე ახსნა, რომ მელიქიფეს თვითონა თამადაც თვითონა სუფრაზე. ვაკეთებ როგორც მისწორდება ჩემი ბოსი თავად ვარ ჩემი მაგიდის მელიქიფე მოადგილეს თამადა. რა კარგად გადადის ბარებიდან ბარებზე და ამ დროს იდეა არ წყდება, ანუ რაღაც ახალს არ გეუბნება. წინა იდეებს უბრალოდ ლოგიკურად ებმის, მაგრამ თან რაღაცა სიახლე შემოაქვს, ძალიან კარგია. აი ეს 4 ბარი ძალიან ძლიერი იყო. განსაკუთრებულად რა. გავაგრძელოთ. ხო და მაშინ დენი უნდა გაიყვანო შენობაში ვერ მაშინებს.
ჭამს ის ვინ შექმნა ვისი შიშიც მაქვს ზოგჯერ ტყვიაზე მეტასროლელი შიში კლავს გათიშე გზნობები და აქცნობინე თიში თავს ცხოვრება მიჩიტავს digital freezing ვიძრით თავს what you got quizy ხავ მენა level up-ია ყველა არის მერე ვერ მაშინებს ის ვინც შექმნა ვისი შიშიც მაქვს ძალიან სიგიჟია ერთი სიტყვით რამოდენიმე გაგებით ვერ მაშინებს ღმერთის შემქმნელი სხვა ადამიანი იმიტომ რომ აი იერარქიულად როგორ არის დაწყობილი ნახეთ ვერ მაშინებს ის ვინც შექმნა ვისი შიშიც მაქვს ანუ აქ ჩემი აზრით და ალბათ ხო ლოგიკურად ეგრეა აქ გულისხმობს ღმერთს შემოქმედს ვისი შიშიც თავად აქვს ტახას შესაბამისად როგორ შევადარო არ ვიცი ანუ ერთი სიტყვით ჩვეულებრივი ადამიანი მოკვდავი არ მაშინებს იმიტომ რომ იმის შემქმნელია ვისი შიშიც თავად მაქვს ანუ ღმერთის ძალიან კარგი იყო ძალიან კარგია მართლა ეს კიდე უფრო მაგარი ზოგჯერ ტყვიაზე მეტად მსროლელი შიში კლას არ დამთვალვარ მართლა არა ვარ მთვრალი ნასვა მივითვარ ღამის 2 საათია და ისაც გადათიშული ვარ და თან მანქანი ტასავი მინდა ეს ჩვევია ხოლმე აი საკმაოდ დამაფიქრებელი საკითხია აი რაღაც მხრივ ფილოსოფიურიც კი თითქმის არ დამთვალვარ მართლა ეგრეა ის რომ დაფიქრდე ზოგჯერ მართლა აი ტყვია არის პირველი რაც მოგდით თავში უშუალოდ ტყვიაზე მეტად ვინც გესვრის იმის შიში ძალიან კაია და კიდე სხვა გაგებითაც თუ დავუფიქრდებით ზოგჯერ განა კონკრეტულად იმ ადამიანის შიში გკლავს არამედ არ გინდა რომ ის მსროლელი შენი მეგობარი ან ახლობელი იყოს და იმედგაცრუებული არ დარჩა აი მე მაგ კუთხითაც წავედი იმიტომ რომ ეს ორი ტრეკი როგორც ჩანს ლოიალურობაზე დობაზე და ასე შემდეგ მსგავს ძალიან ბევრ სხვა საკითხზეა ნუ ფლექსაობის გარდაც კიდე და შეიძლება ეგეც იგულისხმებოდეს რომ უბრალოდ აი იმის უკან ვინც დგას ყვიის უკან ვინც გესვრის აი ეგ ადამიანი უფრო გაშინებს განა ვთქვათ გიშინია იმ ადამიანის მაინც და მაინც უბრალოდ არ გინდა რომ ის აღმოჩნდეს ვინც გგონია ვინც გაგწირავს მაგრამ ხო რა თქმა უნდა მეორე გაგებითაც შეიძლება რომ პირიქით თავის თავზე გულისხმობდეს რომ საშიში ტიპია იმიტომ რომ მსროლელი თვითონ ანუ ბევრნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება უბრალოდ მართლა ძალიან მაგარი ლაინია ცალკე რა აი ემოციის აღმძვრელი ხო ასევე აი აქ რითმების ჩალაგება მომეწონა ძალიან ზედიზედ მიჩითავს digital freezing მიჯრით რთავს გათიშე გზნობები და აქცნობინე თიში თავს ცხოვრება მიჩიტავს digital freezing ვიძრით თავს ნუ ორმაგი რითმებიც ხო არის და თან ძალიან მიყვარს შიდა რითმები, ჩალაგებული რითმები როცა არის ზედიზედ, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია და გადავედით შემდეგზე. და აქცნობინე თიში თავს, ცხოვრება მიჩიტავს digital freezing ვიძრით თავს, what you got quizy ხავს? მე არის ორი, მაგრამ ემი უფრო მიჭრის თვალს, ახველებს საიდუმლოს შეიძლება გრიფიქა, ჭორები დარბის დანიშნულებამდეც მივიდა ლიფტით მოძრაობს, როცა უნდა ჩამომაგდოს კიბიდან. აქ საინტერესო რაღაც მოხდა, ჩემთვის გაურკვეველი და თქვენ თუ მიხვდით და კომენტარეთ. ვაჩუქოთ კვიზი ხალხს, ნუ მანამდე მიჯრით რთავს, ანუ ლამაზად გადავიდა, სანამ ახალ ბარებს დაიწყებდა. ხო და აი აქ გაფრთხილებასავით მგონია, რომ აი ახლა ფაზლი მოდისო და აბა მოხსენითო. იმიტომ რომ როგორც კი ეს კვიზი დაიწყო, ესეთ რაღაცას ამბობს, ბ არის სწორი, მაგრამ ემი უფრო მიჭრის თვალს. ეს მე მგონი შეუძლებელი ამის მიხვედრა თუ კონკრეტულად ტახას არ იცნობ ეგრე ახლოს, ან თვითონ არ გითხრა, ამ კონკრეტულ ლაინზე უნდა მივწერო, ვკითხო ტახას, ან თვითონ მომწერს, მოკლედ რო ნახავს ამ რეაქციას. ბ არის სწორი, მაგრამ ემი უფრო მიჭრის თვალს. აი ვერ ხვდები ვერანაირად და აზრი არ აქვს, ანუ ეხლა მithumetes თავიდან ამაზე ფიქრობ, ბ და ემი რა უნდა იყოს? BMW რა თქმა უნდა არა. ხო? არ ვიცი, მაგრამ რაღაც მგონია, რომ B არის რაღაც კონკრეტული, ან ვიღაც კონკრეტული და M-იც რაღაც ან ობიექტი, ან არჩევანი, ან ვიღაც ადამიანი და არ ვიცი, შეიძლება ინიციალები, არ ვიცი. აზრზე არ ვარ. ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის. კიდე უფრო იმიტომ დავინტრიგდი, რომ თვითონ თქვა მანამდე, რომ ვაჩუქოთ კვიზი ხალხს, ანუ აბა ვნახოთ ვინ გამოიცნობს, აბა თავსატეხი გავუჩინოთ მსმენელს. ხო და მეც წამოვეგე მახეზე. საიდუმლო შეიძლება გრიფითა. ანუ შეიძლება გრიფი საიდუმლო არისო, ესეთი სიტყვათა შეხამება, რაც კლასიფიცირებულ დოკუმენტებს და საიდუმლო დოკუმენტს ნიშნავს, ან მაგალითად ჯაშუშვებას, ან სახელმწიფოებრივი დონის, ან სამხედრო დონის დოკუმენტების
შემცველი ცნობების გასაიდუმლოების დოკუმენტებს. კიდე უფრო დავინტრიგდი, კიდე ერთხელ. ანუ ეს სეტაპი აი რაღაცა ისეთზე არის საუბარი, მე მგონი პირადულზე, რაც შეიძლება არ უნდა ვიცოდეთ, უბრალოდ მაინც დაგვაინტრიგა. იმიტომ რომ თან ჭორებზე საუბრობს, ვიღაც დანიშნულებაზე, ვიზაც მივიდა და აი ეს დამაგვირგვინებელი ბოლო ლაინია ძალიან კარგი ლიფტით მოძრაობს, როცა უნდა ჩამომაგდოს კიბიდან. ძალიან კარგია ესეც. ლიფტში სავარაუდოდ გულისხმობს ადამიანს, რომელიც შედარებით მარტივად ცხოვრობს და რაღაცებს თქვა თავისი თავით არ აღწევს და მიწოდებული აქვს, ასე რომ ვთქვათ, ანუ უბრალოდ იმარტივებს საქმეს, როდესაც მაგალითად ტახავკუ კიბეზეა, ანუ თავისი შრომით, ფეხით გადის ამ საფეხურებს და ნელ-ნელა მაღლა ადის. ეტაპობრივად თავისი შრომით ძალიან კარგი პარალელია ვიზუალურად წარმოსადგენის და ისეთ ძალიან ჭკვიანური მეტაფორაა. მოკლედ მეტაფორების ბუმია ამ ორ ტრეკში მინდა ვთქვა. გადავედით შემდეგ ბარებზე. ვის დანიშნულებამდეც მივიდა ლიფტით მოძრაობს როცა უნდა ჩამომაგდოს კიბიდან ზიზარმაცე ისეთია მებრალებოდა პილიპიზე ძალით გამიყვანეს მეზარებოდა მაგრამ უკეთროა გამოშტე ძმა მებაზრებოდა ჰიპ-ჰოპ მაგატამარჩინა როცა მეც არ მეგონა არა ლეგალური გზებით გასყვი ჩემდენებს რამდენი ცუდი ენა ვერაფერი შემტენეს ამათმა რა იციან რაც ეჭირათ ჩემ ხელებს თვალითაც არ დაუნახავთ არსად ჩემ ხელებს შაირები შარია მერე ჩემი ბრალია ეს ხოვრება რკალია და შეგვი შენ არ მცალია შაირები შარია მერე ჩემი ბრალია ეს ხოვრება რკალია და შეგვი შენ არ მცალია აურა კაი ბითია ჰარუ სახო რატო წუწუნებ არ ვიცი მაგრამ ძალიან მაგარი ბითია ამ ბოლო ბარებში პრინციპში ისეთი ასახსნელიან გამოსარჩევი არაფერია ყველაფერი გასაგები იყო უბრალოდ იმას დავამატებ რომ იქ იყო მაჯამური რითმები არ ვიცი სხვანაირად როგორ ახსნა wordplay არა უბრალოდ ომონიმური რითმები ხო ერთი და იგივე სიტყვები ოღონდ სხვა მნიშვნელობით ამ შემთხვევაში ამათმა არიციან რა ეჭირათ ჩემს ხელებს ანუ ხელებში რა მეჭირა არიცით გამოცდილებაზე და ასე შემდეგ და მოკლედ ესეც კარგი მეტაფორაა ერთი სიტყვით ტახას გამოცდილებაზე თუ რა გამოულია ან რა უნახავს და რა გამოუცდია თავის თავზე ანუ ამ შემთხვევაში ხელები და თვალითაც არ დაუნახავთ არსად ჩემ ხელებს ანუ ჩემ ხელა ასაკის ადამიანებს თვალითაც არ დაუნახავთ ის რაც მე მეჭირა ხელებში ასე რომ ჩემ ხელებს და ჩემ ხელებს ძალიან კარგი იყო აი ეს ბოლოს მისამღერივით ცოტა არ მომეწონა ყოველთვის იმას არ ვამბობ რა თქმა უნდა რა მომწონს რაც ნაკლებად მომწონს ან რაც არ მომწონს იმასაც ვამბობ ხოლმე. აი რაღაცა მგონია თითქოს რომ აი ცოტა ნაწილი რო რჩება უკვე ბითის და რო უნდა შეავსო, ანუ რაღაცა რო უნდა იყოს ცარიელი რო არ უნდა დარჩეს, ეგეთი დაწერილია ეგ. ნუ მე შაირები შარიას მომენტი რა. შაირები შარია მერე ჩემი ბრალია ეს ხოვრება რკალია და შეგვი შენ არ მცალია არა, ნუ პრინციპში ცუდი flow არ იყო, უბრალოდ რაღაცნაირია. მეზეთ მეტად ცოტა. არ ვიცი, ვერ გამოვარჩე ორივე ტრეკი ძალიან მომეწონა. იდეაში ის უფრო კარგი ასახსნელი იყო, წინა ტრეკი ცუდი იდეა, ანუ რაღაცა უფრო ბევრი სათქმელი მქონდა. ან შეიძლება მე გავაზვიატე მან ძალიან ბევრი რაღაც და მაგიტომ გამოვიდა ეგრე. არ ვადარებ, რა თქმა უნდა, ამ ტრეკებს ერთმანეთს და მაგიტომაც არ დავიწყებ, რომ რომელ ტრეკში რა უფრო მომეწონა, უბრალოდ მინდა აღნიშნო, რომ ძალიან საინტერესო ალბომი ჩანს, თუ სულ ესეთი storytelling-ით უნდა იყოს და ამდენი მეტაფორით და რეფერენსით რაღაც ძალიან საინტერესო ჩანს. ბრავო ტახას. იმედია არაფერი გამომრჩა, შეიძლება არათუ გამომრჩა, არამედ რაღაცები მოვიგონე და ვიბოდიალე, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. რაც თავარია თვითონ არტისტებისთვის არ არის ხოლმე პრობლემა, არასდროს პირიქით ხალისობენ ან მოსწონთ ინტერპრეტაციები, ამიტომ თქვენც მოდუნდით და ზედმეტად პირადად არ მიიღოთ. ვისაც მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყეთ ამ ვიდეოს დალაიქება, ჩემი არხის გამოწერა და რა თქმა უნდა იასამნისფერი გულის ემოჯების დაწერა კომენტარებში. ასევე შეგახსენებთ იმდენი ვილაპარაკე თქვენს დაგავიწყდებოდათ Match Fit Georgia's შეეხმიანეთ აუცილებლად საფეხბურთო ფორმებზე. მე პირადად მართლა ვუწევ რეკომენდაციას, მართლა ჩემი სურვილით და როცა რაღაც ძალიან მომწონს, სულ ვასაპორტებ იმ ადამიანს ან იმ ბიზნესს, თუ რაც იქნება. გამოიწერეთ მათი ქსელებიც და შევხვდებით მალე კიდევ ახალი რეაქციით, ოღონდ აბა თუ გამოიცნობთ რა უნდა დავარეაქტო შემდეგში.
ძალიან საინტერესოა. ან უბრალოდ ჩამომიწერეთ კომენტარებში იდეები, ვინ დავარეაქტო შემდეგი. იმის მიუხედავად, რომ მე უკვე მაგ დაგეგმილი, ვინ უნდა იყოს, ეგ თქვენ გამოიცანით, ზოგადადაც დამიკომენტარეთ და წავიკითხავ აუცილებლად მე თქვენს კომენტარებს ყოველთვის ვადევნებ თვალს და მადლობა დიდი ასეთი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. ნახვამდის. გაგიმარჯოთ. შუზე რო იყო. ჩასვიეგ. შენც კარგად იცი რაც იქის რაც არსულს ვერ შლი. ფენიქსი ვარ და მწვი დავიბადე ფერფლში. ანუ ეხა პროსტა ხამის ორია და მშია და მეძინება და მცხელა და რა უჭამო ეხა მაგას ფიქრობ. Brother, what's that? What's that, brother? სარგევ მითხარი. ყველაზე ლამაზი ვინ არის? გიორგი არ ვაზვიადებ გიორგი თუ ეგ გაინტერესებს არაფერს არ ვაზვიადებ. ანუ ამ დროს გეგონება რომ არაფერი ხდება, მაგრამ ხდება. საწყალი ქურდა საწყალი ქურდა